მთიულეთში აჯანყება იქ არის პარნაუს ბატონიშვილი არის დროშა არის ყველაფერი რაც უნდა იყოს ბაგრატიონმა იგირგვინოს მაგრამ ხალხია ცოტა მთელი საქართველოდან აღმოსავლეთ საქართველოდან მაინც შემატებოდა ვინმე 120 კახელი მივიდა და ეს მაგრამ მაინც ეს ითვლება რომ ბევრია 4000 კაცამდე გროვდებოდა საუკეთესო მონაკვეთებში აჯანყების მაგრამ ეს ხო სხვადასხვა ადგილებშია ხო და იქ არის ალექსანდრ ჯავჯავაძეც 18 წლისა თუ თითქმის 18 უკვე 18-ის მე მგონი ახალგაზრდებთან ერთად თავადიშვილებთან რა თქმა უნდა საქმე ის არის რომ გარსევან ჯავჯავაძე თბილისშია ამ დროს არ ვიცი იმ ქორწილში იყო საიდან წესენი აიკრიფნენ და გაიპარენ რომ გავათავისუფლოთ ჩვენი სამეფო აღდგეს ძველი სამეფო გარსევან ჯავჯავაძეს კი აქვს დეისტვიტელნის დაცკის ავედნიგის ჭირი და დიჭკვიან კაცად ითვლება მაგრამ ისეთი ნდობა ადგილობრივ აღარაა კადრე კომალენსკის და არავისთან არ ქონდა დიდად კაი ურთიერთობა მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოში და განსაკუთრებით კახელებში ითვლება დიდი ჭკუის და ბევრის გადაწყვეტის კაცად მაგრამ უკვე ეს ამბავიც ატეხილია რომ ეგ გამცემი მამულისა და მეფისა როგორც დავით ბატონიშვილი დასწერდა მერე უკვე რამდენიმე წლის მერე ეს უკვე ლაპარაკია რომ მაგის ჩამოყვანილები არიან ესენი და ეხლა ეს შეხედეთ ბიჭისთვის რა არის ერთი შვილია და კი გაზრდილი ნაფოფინები ესე და ფრანგები და ყველაფერი და იმპერატრიცას ნათლული მაგრამ აი თბილისი პატარა უცბად შეგჭამენ კაც ეგ ხო პრობლემა არ არის არას აი რა არის ამბობენ რომ ერთი მოტივი ესეც იყო კი მაგრამ რომ ბაგრატიონთან გაიქცა რომ აი ეჩვენებინა რომ ჩვენ თქვენი ვართ ის სხვა შტოა ცოტა იმათ იულონს და ფარნაუს დიდად დავითი და იოანე და დეიმურაზი არ უყვართ მაგრამ ნუ აი ვითომ ესეც რაღაც მოტივია რომ ბიჭმა აჩვენა რომ აი თქვენ კი მამაჩემს ესე მაგრამ აი მე მივიდივარ და თავსავდი არ ვიცი ეს რამდენად ღრმა იყო შევა ბევრად უბრალო იყო იმასაც აიგითხარით წინაზე რომ ფარნაუს ბატონიშვილი ძალიან სიმპათიური ადამიანი იყო ქცევით ნიჭით რო გადაასახლეს მერე ჟან-ჟაკ რუსოს თარგმნიდა ესე იგი მშობლებს რო დაეცლიათ ჩვენი უფლისწულებისთვის აქ იქნებოდა საფრანგეთის მერე მეორე რესპუბლიკა მე მგონი მაგრამ მშობლებმა არ დააცლეს როგორც ხდება ხოლმე იმათ დედამ და ამათ მამამ ინერვიულა რომ აბა კარგამთ რა და სუდა კარგა მაინც თვითონ ვერ მოესწრო ისე გარსევანისთვის ეს არ არის წამახალისებელი ამბავი რომ შვილი წავიდა და იქ არის ახლა თვითონ გარსევანი ახალ თავადებს არ გაძღოლია მთიულების და იმათ დასახმარებლად ხო და ციციანოვიც რო გითხრათ არ იყო გარსევანზე მაინდა-მაინც ესეთი გულის როგორ ვთქვა ძალიან ფიგურა კაცად დადიოდა ეს გარსევანი თბილისში ცხოვრობდა სახლები ჰქონდა გეტყვით იყო შემოთავაზებები რომ გარსევანი სოფლებს გაგიცვლით ადი რუსეთში ამხელა ჩინი გაქვს ხელფასი ცალკე აქაც აგაკ შენ მიწებიო იმის დარად რუსეთში ყველაფერს მოგცემ კარგ ადგილებშიო რა ქვია არ ვიცი ჩერნაზემია იგულისხმება თუ რამე კიდე უფრო თკობილი თუ რა ეს ლაპარაკები ყოფილა გაგიც სოფლების გაცვლა ეს ხდებოდა ხოლმე მერე და მერე ძალიან ისეთი რო უჭირდა საერთოდ ესე ამბობდნენ იმიტომ იქ მე რაღაც ჯამაგირებს ხო უჩენდნენ ამ გადა სახლებულ ბაგრატიონებს და ჩინებს აძლევდნენ და მანამდელები კაცობს სესვიაცკოე ცეცაცკოე როგორც ქართველები ითქვენ ცეცაცკოე და ეს ყველაფერი რა ქვია და ალშაია გრუზინსკაია და მალაია გრუზინსკაია და ცეცაცკოში ვიყავ ეს ტრაგიკული ამბავი არსებობდა მაგრამ დიდად ეს გარსევანი არ ილტოდა როგორც ჩანს როგორც სიტყვის გრიგორ ორბელიანი გარეთ მყრავს ყინვაში გნით უგარი ცით რა არის უგარი არის რუსული ხუმელის ნამწვი და გარეთ მწიოდა შეგნით ვიხუთებიო მაგრამ გაეჩვიენ მე ყველაფერი განშვება ახლა იცი არ შვებოდა ამას
მაგრამ არ იყო დაჟინებით, ეხა იმპერატორს რო ებრძანა წავიდოდა, მაგრამ ეს არ იყო. შეთავაზებდნენ, გამთავაზებდნენ. ეხლა ეს ამბავია აჯანყება, აბა მოდი ეხლა შენ. ერთ ადგილში ტრიალებს ეს ამბავი, წინსვლა არ აქვს და გადამწყვეტი იყო ის დაკეტვა, რასაც თავიდან ამოვიდა. იქაზის გაბრიელ ყაზბეგი, მაიორი გაბრიელ ყაზბეგი. მე მგონი პირველი რუსის მაიორი. ეს არის ალექსანდრე ყაზბეგის ბაბუა, პირდაპირ ბაბუა. ორივე შვილი გენერლებამდე ავიდნენ, თითო ვერ ავიდა. მამას ახლს ეძახდნენ ბრაზობდა. გვარი მოითხოვა ყაზბეგი რუსებისგან, ან ოფიციალურად ჩოფიკაშვილი. არ ვიცი რატო არ მიდიოდნენ სტეფანწმინდაზე. ეს უნდათ რომ სტეფანწმინდა დაიგედა. თელამ ზაფხულში სამჯერ თხოვეს ამ აჯანყებულებმა, რომ შენი გვარით და შენი შეძლებით დაგეტეოდა. ეს რას ამოფიცი მაქვს მიცემული რუსხებზე პირია. ესენი მოუტანე სამჯერ. მერე ფარნაოზი წავიდა სტეფანწმინდაზე და ვერა იყო და კაზაკებმა შემოასწრეს და ეს ამბავი ესე და ეგ იყო გადამწყვეტი თუ ზურგიდან რაღაცა დაცვა უნდა ქონოდა. ამასობაში ამათ ახლა უყურეს ეს დადის გზის და არაგვის ერისთავები, ჯარებით, რუსი, ქართველები მიყავთ, ქართველები ძალით, ეომი არ გამოდის ეს. მოიხსნა ეს იქიდან. ციციანოვი მოიხსნა ერევნიდან და ყველაფრით წამოვიდა. და იქიდან აი სულაპარაკი იყო ლინია უნდა დავკეტოთ, კავკასიის ხაზი, ამას ქართველებიც ეძახიან, ლინიაზე დგან. ლინიიდან წამოვიდა გენერალი ნესვიატოვი 3000 კაცით. მე მგონი საკმაო კაზაკები შიგა 30 ქვემეხი, 30 ქვემეხი სიკვდილი არა ეს. ამ დროს ყველაფერი დაჭერილი აქვს გადასასვლელებზე, ეს ციხეები, კოშკები, სულ ამათი არა, ჩვენი არა ამათი. აი, მაგრამ ქვემეხებს რას დავუდგები, ხო? ქვემოდან ეს ესა ციციანოვი და ზემოდან ეს და შუაში გაჭყლიტეს. გაჭყლიტეს ეგრე დაამარცხეს. მე აირია ხო იცი რაზმებად დარჩები, ორი კვირა დღეში ხარ, ესა. შევიდნენ იქიდანაც და აქედანაც ციციანოვი მე ეს ნესვიატოვი წარადგინა წმინდა ანა თუ რაღაცა მისცა იმპერატორმა. ხო და ამებს ყველაფერს უკვე იმპერატორის ბრძანებები, იმის ხელმოწერები აქვს ეს. ჯარების დაძვრას და იმას, იმიტომ რომ აღარ ჩაითვალა პატარა ამბათ ეს თავიდან რომ ვიღაცა ლეხებს ეწყინათ რაღაცა. იმიტომ რომ უკვე ეს იყო აჯანყება. არავის ინდობდნენ რომ სახლებს რატო ანგერა, არა სახლები იქნებოდა ხა. სახლებს ანგერებდა ბავშვს დაინახავდნენ, ქალს დაინახავდნენ კლავენ. ეს ციციანოვი სხვა იმის კაცი იყო. პირადად უნდა ეჩვენებინა რომ არის ძალაუფლება და მაგან შეიწირა იქ საბოლოოდ. მეტი ჭრობა. ამდენ სიმამაცეში და სიმკაცრეში თან მეტი ჩარაც იყო. პირადი დაკითხვებით აი ეს სოფლებში რო შევიდოდნენ ეს ოსები ხოცეს. იმ ჟამურის ხეობაში რო შევარდნენ იქ ეძებდნენ ამ ლევან ნაზღაიძეს ეძებდნენ ეს იყო მთავარი სინამდვილეში რა. ახლა კი მე ფარნაოზი მარა ადგილი ამბავი გადაწყვეტილებები ეს კაცი აი ლეხი მეფის გვერდზე იდგა ეს პირველად არის საქართველოში. ვერი ბოს, მე არ ვიცი რა მოხდა. ეგ არის ჩვენი პირველი ციმბირი რა, ვინც კაი უბრალო ხალხი ციმბირი და იქვე აღჭობელები. სტროის წინ ესე და თვითონ დადიოდა ყველგან. თვითონ ეს ციციანოვი აჩვენებდა, ესენ დაყვებიან როგორ. ბავშვი, ეგ რაღა ეს. ესე დამთავრდა და ფარნაოზ ბატონიშვილი გაიქცა ცოტა ხალხი. ყაზახიდან და ირანში. ეგრევე და იქ რაღაცა ამოსულ თქვა და იმ გაქცეულებში იყო ალექსანდრეც არაპირებდა ეს სახში მობრუნებას არ ვიცი მამის ეშინოდა საშელის ეშინოდა საზღარი და თამაზავრბელიანი დაეწია ამათ რუსები და ცოტანი იყვნენ და ვეღარ იომეს და ჩაბარდნენ. ნუ ახლა ის ბატონიშვილი იყო და გადასახლება გვარის მიხედვით არის საერთოდ რუსეთის იმპერიაში სასჯელი, ანუ წოდებრივი ქვეყანა, გლეხები ციმბირში და საღვთო და ამათ ყველას თავის სასჯელი და ამას შესაბამისი წოდების ხალხი გამოიძებს. ნუ ფარნაოზის ბედი ცნობილია, მე ვორონეში გავუშვეს, ხო?
ერთად იულონი ხო ყავდა თბილისში ჩაკეტილი. ალექსანდრეც დაიჭირეს და როგორც სიტყვიან რომ ეს რა ქვია, საპალეაგებიც ყურით მოიყვანეს ქალაქში, მაგრამ არ არის თლათ საპალეაგე ბიჭი იმ დროის ალექსანდრეს რო შევხედათ, იმიტომ რომ მერე მაგან იცოდა უკვე რომ კარგად და ვაგონები ეს ყველაფერი იოლად იცოდა ძველი ამბების ლექსში კი სხვანაირად ამბობს რა ქვია ვისაც სულჭემთა ამბავდა მისმინე ჭირში და ესე რომ მოყვებოდა რაღაცას დაწერდა ჩემი ახალგაზრდობით გავეკიდე იმასა რა ქვია ბატონიშვილს და ირანში მინდოდა გასულაო და კიდე კარგი დამიჭირეს მომაბურუნეს თუ ეხა სად ვიქნებო რაღაცა ესეთი აცრეულების მერე ხო იცი ბილდები არაგაც არ ყოფილვარ მე რო არ უყვართ ხოლმე მოიგონა ჩამოიყვანეს თბილისში და ჩასვეს დილეგში მაგრამ თავადურად იჯდა იმიტომ რომ ქონდა მელანი კალამი ფურცელი ეს ყველაფერი ქონდა იმ თავის გაზემატში რო გითხრათ სიმართლე არ ვიცი სად ალბათ გარნიზონში სადმე მაგრამ სამხედრო არ იყო არაფერი შეხება სამხედროსთან არ ქონდა ერთი წელი იჯდა, ეგ არავინ არ აქცევენ ყურადღებას, თანამშრომლებს და გადაასახლეს. ერთი წელი იჯდა, სანამ გადაასახლებდნენ. ახლოდან განჩხრეკელი კაცი, თარგმნა ესეთი გრიშაშვილის აქ რა თქმა უნდა, აქედან ნაწყვეტები და ამბობს, რომ არ ვიცი ვინ არის ავტორი ვერ დავადგინო, მე მithumetas ვერ დავადგინო. და რაღაც ლექსები და ეს არის სუფთა პროკლამაცია. ეს არის ეს ახლოდან განჩხრეკელი კაცი, ეს არის აჯანყებისკენ მოწოდებულ ასეთ ტექსტები. ამაში გაატარა წელიწადი და გამოუტანეს ნოემბერში დაიჭირეს რა. გამოუტანეს 3 წელი გადასახლება ბადრაგი, მკაცრი კონვოი, ესე იგი 2 ჯარისკაცი და ოფიცერი მიყვებოდა მთელი გზა. ტამბოვ არის ასეთი მშვენიერი ქალაქი. 3 წლით და მე გამოჩდება რა. ხო და აი სანანებელი რაქნესო თავი გადაპარსესო. ეს ჩვენ არ ვიცოდით მაშინ რომ. ბატი მარე უნდა იმასაკნა და თავ გადაპარსული გამოიყვანესო იმიდან. საკნიდან ესაო სამოქალაქო დეცო, მაგრამ ბორკილი არ ქონდა. ოჯახი წაყვა. ეს არის ყველაზე უცნაური და ეშმაკური ამბავი. წაყვნენ რა. ტამბოვში. ხო და მაქედან იწყება ზუსტად სხვა ისტორია რა. ალექსანდრე ტამბოვში არ ყოფილა 3 წელი. ტამბოვიდან პირდაპირ მოხვდა პეტერგოფში ბახ. აი ეს არის როცა გაქვს ძლიერი კავშირები და აქედან კიდე მამამისის ერთი ისა ნუ აი ხე წარმოგიდგენთ ტრაგიკული გმირი ახალგაზრდა ბიჭი თავი გადაპარსეს ფურცლები დამალული რაღაცებს წერს. იქ ჩავიდნენ რამდენიმე თვეს იყვნენ როგორც ამბობენ თან იქაც მეთვალყურეობა ოფიცერი ჩამოივლის ვიღაცა აკალოდეში ვიღაცა აკახარა ამაჭვიან დელა გენიაზო ოიც დავწერამ მივწერამ ხელმწიფეს გრიშაშვილს აქვს წიგნი ქართული პირი გარსევან ჭავჭავაძის წერილისა იმპერატორ ალექსანდრე პირველისადმი შენ ხო იცი ვინც ვარ დიდად ნამსახური კაცი ვარ ორივე დახცეო ამ მოხუცებულობაში 50 წლის არის ამ მოხუცებულობაში ესეთი ამბავი დაგვემართაო ცოლსაც გულისხმობს რომ ჩვენი შვილი ქორწილში იყო ქორწილიდან წასულიყო მიერთებულიყო აჯანყებულებს თანო სუსტია ანუ ავად წერს რომ ავად არის ანუ ეს ეტომა კლიმატია გაცი ვარ მიამატა თვითონ ავად არის არ არის ჯამრთელიო და ნუ ასე გამოსდის რომ სისულელით მოვიდაო ახვას ყვებსაო ეხლა ტამბოვში აქ 3 წელი კი ბატონო იქნება მაგრამ ამის ავადმყოფობა და ის მაშფოთებსო რომ ეს ერთი მყავსო კი იციო პებიაშენის ნათლულიაო კი იციო ჩვენი სიყვარულიო კი იციო რომ ნუ იმასაც მიანიშნებს რომ ხო ალექსანდრეს ხო მამას ზულდა და ბებია უყვა მიანიშნებს რომ იმ შუაშიო მე ხო კარგად ვიქცეოდიო სანამ მამა შენი იყო ეს არის რაღაცა ესეთი ვირტუოზული კეთილი წერილი არის რუსულადაც გადათარგმნიდა იქიდან მოვიდა რომ შეუწყდეს გადასახლება კანიაზოს ალექსანდრე გარსევანოვიჩი
ჩავჩევაძეს და გამოცხადეს პეტერბურგსა და ჩაირიცხოს პაშტა კორპუსში. პაშტა კორპუსი ეს არის განსაკუთრებული დაწესებულება. მერე მიიღო და შეიძლება ითქვას რაღაცას გავდა უმაღლესი სასწავლებლად. ეს არის განსაკუთრებული ხალხის განსაკუთრებული შვილები. ეხლა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ 1804 წლიდან ის აჯანყება რო არის, იქედან ალექსანდრეს მოსდის უკვე კამერპაჟის ისა, მე ვთქვი რომ დაბადებით კამერპაჟის ქაღალდი, იმიტომ რომ უკვე ასაკი მოვიდა და ეს მუნდირი ერგება. მიხდით, კამერპაჟი ისედაც არის, დაბადებით არის და მონათულით. რა ვიცი, კარგია ესა. ისწავლა იქ 4 წელი, იქ ფრანგულს გერმანულებიც მიემატა. გამოვიდა კარგი სამხედრო. ანუ ნასწავლი ახალგაზრდა სამხედრო და არაფერი შორს და პოლკებში გადასროლაზე არ არის ლაპარაკი. ლეიბგვარდიის გუსართა პოლკი, აი ცისფერ ყანწელები მომენტ. სონეტი ქართულ ჰუსარებს. აი, იქ არის 5 წლის მერე, სულ სხვა ადამიანი არ აქვს. უგო ეს პირველი სამხრეები, პირველი ისინი და მაგრამ გარსევანი საქართველოში აღარ დაბრუნებულა. რა არაში გაიცვალა ვინიცის ხო? იქ იყო როგორც რა გითხრათ, აი ქორწილის გენერალი რო ქვია. კაი გასვენებებში დადიოდა, კაი მიღებებზე იმაზე სახელმწიფო მრჩეველის ეს ჩინი ქონდა, მუნდირიც ქონდა, თუმცა უსამართლო ეს ქართული ეცვა ბოლომდე. ქართული რა გახსნილი ეს. ხურტმაჯებიანი ხო? მოგუდა წყალმანკით ისა იქ 1811 წელს გაზაფხულზე და შემოდგომაზე ალექსანდრე აქეთ მობრუნდა, მაგრამ ეგ ჯერ შორია, იმიტომ რომ იქ კავშირების ამბავია. კავშირების ამბავია და ამ ოჯახთან სიახლოვე. ალექსანდრე პირველი ცოტა ისეთ ახირებული კაცი იყო და უცნაური და მეგობრობა რაღაც აიამებს ძალიან ითვალისწინებდა. ეს როგორც ირკვევა, მთელი ცხოვრება შვილობდა ეს ალექსანდრე ჭავჭავაძე ცხოვრებაში და კარიერაში ხო საერთოდ გენერალ-მაიორი იყო და ნაუმარი კაციც იყო, მაგრამ ჩვენ სხვანაირი ივან მალხაზიჩები და დიდი ნიკო ჭავჭავაძე ეგეთი გენერლები გყოლია გიჟები და ეს არ იყო ეგეთი გენერალი. ეს ნაუმარი კი იყო, მაგრამ გენერლობა სამსახურით მიიღო, არა ომებით და კავალერიით და იმით. სხვა როგორ გიხდა თავიდანვე რომ მოხვდები იქ არა და იქ არა ხარ, მაგრამ იმათი ხარ. აი რუსებს ეგეთი საქმე. იმეზე რომ იტყვიან ნაში ეს რა იგულისხმება, იცი რომ სანდო რა. ნუ ესმის ჩვენი და ჩვენ გვესმის მაგისი და ეხა ეკატერინა მოგნა და 20 წელი იმსახურე ატარე ეს ქაღალდები შუაში რაკენი როგორც გაირკვა კაცმა არ იცის. მაინც კარგად გამოყვედი. ყველა დაიქცა ისე ხამიხდით, აი ეს არის. რამე შეხვდება ხიფათი და ვის შვილს გამოუშვებენ კაცო საიდან. რას ლაპარაკობ? 32 საჯანყება რო იყო, ყველა გადაასახლეს, ყველა კი მობრუნდა, მაგრამ სოლომონ დოდაშვილი გლეხი იყო და მოკვდა. აი ესეთი ტრაგიკული ისინია მან და რა. ამიტომ მაგ დროში წარმომავლობა, მეგობრობა, აი ამის გათვალისწინება, თორე ჩვენთანაც სულ არის სიგელებში და იმაში, ამით და პაპით ნამსახური ხარ კაცო. ეს უკვე დიდ სანდოობას და იმაშვება. ერთხელ გიფასებენ რაღაცას რო გჭუქნიანან, გიმტკიცებენ სულ წერია მამაშენ სისხლით ნამსახური კაცია კაცო. და გაყვა ეს ამ ოჯახს არანორმალურად. ერთი იქ გარსევანის მიერ მოხდენილი სწორი ნათლობა და ის ხო. აი ეს არის ძალიან უცნაური ამბავი ამ ისტორიაში. თვითონ ალექსანდრე ძალიან კარგი კაცი იყო, როგორც ჩანს. როგორც ჩანს, ძალიან რბილი ჭკვიანი და აი ყველანაირად რო ცდილობენ რომ არ იყოს ეს, არ იყოს, არ გვინდა, მაგრამ აი ახალგაზრდობა ესეთი შფოთვარე, მაგრამ უკვე კამერპაჟი რო გამოხვალ იქიდან იმას აქ კრაპოტკინი იყო დიდი რუსი რევოლუციონერი და ანარქისტი და ეგეც პაჟი იყო ბავშვობაში და რო დაიბადა იმპერატორმა მონათლა და ხელში აიყვანა და კოცნიდა მამამისის ახლო მეგობარი, მაგრამ ეს გამოვიდა მე ანარქისტი და აქცევდა იმა, გაიქცა უცხო როგორც ყოველთვის ვერ ანუ გინდა მოგნათ, მაგრამ აი ეს გამოგადგა ესეთ იმაში რა ქვია. ახალგაზრდა ოფიცერი რო ხარ, მე კარგი კავშირები, აქ იწყება სულ სხვა ისტორია კიდე ესეთი ჩვენმა ციციანოვმა დასდო თავი რუსეთისთვის. დასდო ისე რომ ეგრეც ვერ გაიგო, მე მგონი სად იყო აქეთ რო გადმოვიდა. ერევანი იქით ხო და იქ ბაქოში ხო მივიდა რა.
თუთხრეს რო გნებდებითო და გამოვალ გასაღებს გამოგიტანო. და ამან ეს დიდი მათე ხადა. წავიდა აი ეს ელიზბარერის და წაყვა მარტო და ერთი კაზაკი ახლდა. მივიდა იქ კალავანთან და გამოვიდა ხანი და ძმა ახლდა იბრაიმ ბეგი ერქვა თუ არ ვიცი. ეს ხანი კლიტეები მოაქრაღს და იბრაიმ ბეგმა ხალათს ქვემოდან და ეს როლა შენ ციციანო აცგერად ყვი და წააქცია ადგილს ეტაკა უცბად მოაჭრა თავი დავლეს ამ თავს ხერხთა შევიდნენ შეიკეტეს კარები დამაასვენა ელიზბარერის თავმა მერეს რა ქვია იმ ელიზბარერის თავმა პირველმა ციციანოვი აქა იმ თავზე დიდი ნადირობა იყო მაგრამ იმათ ეგრევე სპარსეთში გაგზავნეს იცოდეთ რაც უკერითო მაინც მაგრამ ერთი წლის მერე მივუარდნენ ისევ რუსები და კი გაიქცა ხანი და ეს მაგრამ ციციანომ ესე დაძდვა თავი აი ეს მედეჭრობით რა ქვია რომ ჩამაბარეთ გასაღებები მე მოვალ თვითონ ესე ხდება ხოლმე და მე ეს სარდლები ერთმანეთს ცვლიან ჩვენ ხო ვიცით რომ კავკასიას სხვადასხვა სახელები ხან მეფის სარნაცვლოს ასარდლო და ასტრახანზეა ჩაბმული ჯერ კიდე ამ დროს და პეტერბურგიდან შტაბში მოდის კაცი. აი როცა ალექსანდრეს ახალი დამთავრებული აქვს ეს. რა ქვია, ეს პაჟების корпуსი და უკვე გუსარობს და კაცი მოდის პოლკოვნიკი იტალიელი, პირდაპირ იტალიელი. მარკიზი მოდგმით ავსტრიის კამერგერის შვილი ფილიპო პაულუჩი, ასეთი პოლკოვნიკი. შტაბში რაღაც ხელმძღვანელ თანამდებობაზე. ეს არის კარგი მეგობარი ალექსანდრე პირველის, ეს იტალიელი კაცი და რუსეთში საერთოდ 2-3 წლის მოხვედრილია, ეს არის მოდგმით სამხედრო იტალიელი, თელ აი წინა საუკუნეში 90-იან წლებში რაც ომებია საფრანგეთის რესპუბლიკას რო ომება, ყველა ეს სარდინიის ოფიცერია ჩვეულებრივი. მაგრამ აი როგორ იცით, როგორც დღეს არის რომ ფეხბურთელები დადიან გუნდიდან გუნდში, მაშინ ეს მაგარი სამხედრო პროფესიონალები დადიან ქვეყანაში. სადაც რა სამსახური იქნება ესეთი რა ქვია. განსაკუთრებული კაცია და მაგის ამბავს მოგიყვებით ახლა და მაგის ალექსანდრესთან მეგობრობას კიდე და როგორ მოხდა ალექსანდრე ევროპაში.